ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას თავაზობს. ამის შესახებ თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისტორიაში პირველად განაცხადა. საუბარია 100 წლიანი იჯარაზე. პარალელურად ევროკავშირი შუა დერეფანში 10 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. რამდენად პერსპექტიულია ზანგეზურის დერეფნის ამუშავება და რა გავლენა ექნება ამას საქართველოს დერეფანზე. სპეციალისტების მოსაზრება ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ევრაზიის სატრანზიტო კვანძის შეუცვლელი მოთამაშეა. ნაწილი კი ზანგეზურის ამოქმედებით საფრთხეს ხედავს და ამბობს, რომ ქვეყანა ტვირთს დაკარგავს და ეკონომიკურადაც იზარალებს. პატა ცაგარეიშვილის თქმით, ორივე დერეფანში თურქეთისა და აზერბაიჯანის როლი საქართველოსთვის საყურადღებოა. ფაქტიურად, აი ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანი იგებს ყველაზე მეც, რომ ის ლოგისტიკური რეგიონის ლოგისტიკურ ძირითად ჰაბათაც ავტომატურად ყალიბდება. ანალოგიურად თურქეთიც სადაც ყარში ხდება აი ამ ორი დერეფნის შეკრების და განაწილების, ასე ვთქვათ, ცენტრი, მასაც ეძლევა ანალოგიური ბერკეტი. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, სომხეთი, რომელიც არასდროს არ ყოფილა სატრანზიტო ქვეყანა, იქ სატრანზიტო ქვეყანა და შესაბამისად მრავალი ამბიციების წამოწევა შეუძლია. ადვილად შესაძლებელია საქართველოს სატრანზიტო საავტომობილო დერეფანმა დაკარგოს სატრანზიტო ნაკადები და გადაერთოს აი ამ ახალ ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით. თუ ჩვენმა ქვეყანამ საზღვრებზე ტვირთის გატარების ტემპი არ დააჩქარა, ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ზანგეზურის დერეფანი საქართველოს საავტომობილო ტვირთს წაართმევს და შესაძლოა სარკინიგზო ტვირთის ნაწილიც წაიღოს. ზანგეზურის დერეფანს გარანტირებულად ექნება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული საწარმოებიდან მიღებული ტვირთი. დღეს ეს ტვირთი ფოთის ნავსადგურისკენ მოდის. საუბარია წელიწადში მილიონამდე ტონა ტვირთზე, რომელიც ზანგეზურის დერეფანს გარანტირებულად ექნება. იგივე შეიძლება მოხდეს ყაზახეთიდან და რუსეთიდან წამოსულ ხორბალზეც. მით უმეტეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე, სადაც ეს ტვირთი დღეს მოძრაობს, ურიკების ცვლილების აუცილებლობა დისკომფორტთან ერთად გადაზიდვებსაც აძვირებს. ეს პესიმისტური სცენარია. თუმცა არსებობს ოპტიმისტური სცენარიც, რომლითაც ზანგეზური შუა დერეფანს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. თითოეული სცენარის ალბათობას კი კვლევა სჭირდება. ცალკეული ტვირთნაკადი, მისი სატარიფო და უსაფრთხოების დგენელები უნდა იყოს განხილული და აი ამის შემდეგ უნდა გარკვეულწილად ჩამოიწეროს ის ჯამური მაჩვენებელი, რასაც დაკარგავს შუა დერეფანი. პირიქით შეიძლება შესაძლებლობაც კი გაიხსნას, რომ კონკურენტულ გარემოში გადაერთოს ამ ორი დერეფნის ურთიერთდამოკიდებულება და კონკურენტული დამოკიდებულება პლუს უბიძგებს საქართველოს სატრანსპორტო სფეროს, რომ ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის სწრაფი გამართვას განახორციელოს და ეს შეიძლება ჩვენთვის შესაძლებლობაც კი იყოს. ცაგარეიშვილისგან განსხვავებით ზანგეზურის ხაზზე სარკინიგზო პერსპექტივას უფრო ხედავს, ვიდრე საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობას ლევან სულაბერიძე. მისი თქმით, დერეფნის გამოწვევა პოლიტიკურ ტურბულენტობასთან ერთად გეოგრაფიული სირთულეცაა, რაც ბევრ დროს და ინვესტიციას საჭიროებს. უკუგება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არის ურთულესი რეგიონი, გეოგრაფიული თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალმთიანი რეგიონია. და იქ რაიმე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც პრინციპში არსებობს, მაგრამ მისი განახლება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ დანახარჯებთან და დიდ დროსთან. თუმცა მისი მსგავსი პროექტია ბაქო-თბილისი-ყარსი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და იმ თავისებურებების თვალსაზრისით, რომ ესეც საკმაოდ მაღალმთიანი, საკმაოდ არა, ძალიან მრავალ მაღალმთიან რეგიონში მიმდინარეობს და სწორედ ამის გამო მისი ტვირთგამტარობა არის საკმაოდ შეზღუდული. ჩემი აზრით შეეცდებიან კონტეინერების მეშვეობით რაღაც აკეთონ, ვინაიდან მასიური ტვირთების ტარება, სავაგონო გადაზიდვების კეთება საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა ასეთ შემთხვევაში დაკავშირებული. ლევან სულაბერიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს სატრანზიტო უპირატესობა მდებარეობიდან გამომდინარე აქვს გარანტირებული და მისი მნიშვნელობის შემცირება ზანგეზურს გაუჭირდება. თუმცა ჩვენი კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გასაზრდელად ბევრი გვაქვს სამუშაო. იმ რეალობებში, რომელშიც უნდათ ამ ყველაფრის გაკეთება და არ გრძელდება ზღვით
და არა აქვს მას მოკლე მხარი, ასე ვთქვათ, ევროპასთან დამაკავშირებელი, ძალიან დიდი ტერიტორიაა რკინიგზით სასიარულო თურქეთის გავლით. ჩვენი საქართველოს ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობის შემცირება ამ დერეფანს გაუჭირდება. რამდენადაც არ უნდა ეცადნონ მისი მონაწილეები ამ ყველაფერზე პედალირებას. თუმცა იმისათვის რომ ჩვენ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ გარკვეულწილად შეუცვლელებიც კი გავხდეთ, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი ჩვენს შიდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა დარწმუნებულია, რომ ზანგეზურის დერეფანში უსაფრთხოებაზე ამერიკის პასუხისმგებლობა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე დადებითად აისახება. ტვირთი კი იმდენია, რომ გოჩავას თქმით, ორივე დერეფანს ეყოფა. ეს პირველად მოხდა, რაც თავი მახსოვს და ამ დარგს ვსწავლობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აშკარად აცხადებს პრეტენზიას, რომ შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში. ეს ცალსახად კარგია. ეს ჩვენთვის სკოლა იქნება. ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ ზანგეზურის დერეფანსზე უფრო უკეთესი სერვისი მივაწოდოთ, უფრო უკეთ მოვემსახუროთ მომხმარებლებს და ეს ჩვენთვის ყველა გაგებით უკეთესია. მინდა ლოგისტიკური თვალსაზრისით ეს ჩვენთვის მომგებიანია, იმიტომ რომ ეს ჩვენი რეგიონი თუ გახდება ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვების მხრივ ცენტრი, ჩვენ ამით მოვიგებთ მხოლოდ. ტვირთი იმდენია, აი დააკვირდით. ზანგეზურის დერეფანი არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. პროექტს წლების განმავლობაში სომხეთი და ირანი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა ფაშინიანის ხელისუფლება ამბობს, რომ ნახიჩევანის მიმართულებით დერეფანს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი გზაზე სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა გამოსვლისას საბაჟო კონტროლი იარსებებს.